საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება 1 ივლისიდან იკრძალება. 2027 წლის 1 თებერვლიდან კი აიკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება. კვლევების მიხედვით პლასტმასის გამოყენების გაზრდილი მასშტაბები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. საკითხზე მთავრობის ხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა. მაკულოვ ტკბაინძე გიამბობთ. საფრთხეს, რომელიც ერთი მხრივ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მეორე მხრივ კი გარემოს აზიანებს, სახელმწიფო ახალ რეგულაციებს უპირისპირებს. მთავრობის დადგენილების პროექტი უკვე მზად არის. 1 ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მომხმარებლისთვის პლასტმასში მოთავსებული სურსათის მიწოდება ეკრძალება. შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. 2027 წლიდან კი სურსათის მაღაზიებში დახლებზე პლასტმასის შეფუთვები აღარ შეგხვდებათ. სამინისტრომ შეიმუშავა პლასტმასის მოხმარების შემცირების ისეთი მოდელი, რომელიც აბალანსებს ერთხელ ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის და მეორე მხრივ ეკონომიკურ ინტერესებს და ასევე უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას. 2027 წლის 1 თებერვლიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება, რაც არ ეხება გარკვეული კატეგორიის პროდუქტებს. ეს ცვლილებები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ უკეთ ვიზრუნოთ გარემოზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უკეთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების, ადამიანების ჯანმრთელობას. ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანის მიყენება და ეკოსისტემის დარღვევა ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელსაც პლასტიკის მოხმარება იწვევს. მისი გამოყენების მაღალი მაჩვენებელი რისკის ქვეშ აყენებს ეკონომიკურ სექტორებს, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებს. სწორედ ამიტომ საკითხი გონივრულ ვადაში უნდა გადაიჭრას. შესაბამისი უწყებები ბიზნეს სექტორთან საკითხს აქტიურად განიხილავენ. დაახლოებით 700 მილიონი ერთჯერად პლასტმასის ნაკეთობას მოვიხმართ დაახლოებით წლის განმავლობაში. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელი და მისი პროგრესივლის და ყოველად მიუღებელია ჩვენ ქვეყანაში. საქართველოს მდინარეები გადავსებული არის ამ პლასტმასის ერთჯერადი ნარჩენები და ამ ნარჩენების 51% არის სწორედ პლასტმასის ბოთლი. თუ კი ყველა საზოგადოებაც, კერძო სექტორიც, პოლიტიკის შემქმნელებით გაერთიანდები, რა თქმა უნდა, საბოლოოდ უდავოდ მივიღეთ პოზიტიურ ეფექტს. იმ ფონზე, როდესაც პლასტმასის გამოყენება ადამიანის ორგანიზმში მძიმე პროცესებს იწვევს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მისი მოხმარება მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული. განსაკუთრებით ეს ერთჯერად ჭურჭელს ეხება, რომელიც ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. მიკრონაწილაკები, რომელიც არის ამ პლასტმასში, შემდეგ წყლის აკვების საშუალებით ხვდება ადამიანის ორგანიზმში და საკმაოდ მძიმე პროცესები შეიძლება ამ ნაწილაკების დაგროვების შედეგად განვითარდეს, განსაკუთრებით ეს ენდოკრინულ სისტემას ეხება და შესაბამისად დაწყებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიდან, სიმსუქნიდან უამრავი სხვადასხვა პრობლემა შეიძლება წარმოიქმნეს ჯანმრთელობისათვის. 1 იანვრიდან გარკვეული სახის პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი უკვე აიკრძალა. პლასტმასის მოხმარების ახალი მოდელი იქნება გარანტი იმისა, რომ ნარჩენების მართვის სისტემა გაძლიერდეს ისე, რომ არ დაზარალდეს ეკონომიკური ინტერესები.